დასახელებას ხერხთვის 2014 წარმოგიდგენთ არის დაკომპლექტებულია ჯავშან ტექნიკის ორი ერთეული. ისა ძირითად ინფორმაციას და აღნიშნულ სიმგარემოებით რომ თითქოს გორგაეთის სამოცანანის უზრუნველყოს ტყვეთა შეკრები. მიგდინა დაიწყო იერიშის საწესრიგ მხარდაჭერას სამხრეთ აღმოსავლეთი მიმართულებიდან ჩავანის სექტორზე. ის საინჟინრო შემოსვლას. რომლებიც უზრუნველყოფენ ემზადებიან რომლებიც იერიშის დასაწყისად. დაგმოსახვა ნაყოფა, რომელსაც განახორციელებენ ქვედა საბრძოლო მანქანის დახმარებით დაჭრილ და ბუდეების მიმართულებით, სადაც მოხდება მათი გადაცემა მედევაკზე, რომელიც ქალაქის უახლოეს საავტომობილში მოახდენს მათ ევაკუაციას. ამ ობიექტზე მასირებული საფრთხეა სამი თვე და ითხოვენ გადაცემის ცენტრის უსაფრთხოებას. იყო ასეული ზომის სწავლება. ამ სწავლებაზე გამოყენებული იყო მაილსის საშუალებები, რომლებსაც აქვს ის უპირატესობა, რომ მაქსიმალურად რეალობასთან მიგვიყვანა. ასეულის ზომის ქვედანაყოფმა ამოცანა შეასრულა დამაკმაყოფილებლად, კარგად 5-იანზე შეიძლება ითქვას. იყო კომბინირებული სწავლება, სადაც აბსოლუტურად ყველა კომპონენტი მონაწილეობდა. ეს მე მგონი ამ ბოლო პერიოდში ერთადერთი სწავლება იყო, რომელიც ჩატარდა ესეთი მაღალი ხარისხის და ესეთი ეფექტურობით. ეს სწავლება იყო მექანიზირებული, გაძლიერებული მექანიზირებული ასეულის მოქმედება დასკრებულ პუნქტებში, რომელშიც აბსოლუტურად დაცული იყო ის მოთხოვნები, რაც აქვს აყენებული საბრძოლო მოქმედებების ჟენევის კონვენციებიდან, რაც აქვს აყენებული საერთაშორისო ომის სამართლის კუთხით, რაც არის წითელი ზღვის რეკომენდაციით დაცული იყო აბსოლუტურად. ეს სწავლება ემსახურება მას, რომ უშუალოდ ერთ-ერთი ძნელი ოპერაცია არის მოქმედებები დასახლებულ პუნქტში და აქ იყო ჩართული როგორც ქვეითი და მექანიზირებული, ასევე საინჟინრო ქვეგანაყოფები, იყო სპეციალისტური ძალები, იყო საინჟინრო ოცეული, იყო სამხედრო პოლიციის ელემენტი, იყო ოცეული, იყო ჩართული პირველად მინდა აღნიშნო სამხედრო პოლიციის საბრძოლო მოქმედებებში, ასევე საავიაციო ბრიგადის 2 ერთეული იეროკეზის ტიპის ვერტფრენი და აბსოლუტურად ყველა ელემენტი, რაც იყო საბრძოლო წყობის ელემენტები მოვედით ჩვენს კოორდინაციაში და ოპერაცია განახორციელეთ წარმატებით.